ახლა ქრონიკაში სპორტის და კულტურის დროა. ბესიკ ლეკიაშვილი 2013 წლის საუკეთესო პარაოლიმპიელია, თუმცა დღეს დაფინანსების და პასუხის მოლოდინშია. ვინ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას, რატომ აპირებს ლეკიაშვილის შიმშილობას და ვისგან ითხოვს დახმარებას, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ბესიკ ლეკიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკლავჭიდელები ვარშავაში 7 სექტემბრიდან იკრიბებიან. თუმცა შეუერთდება თუ არა მათ მრავალი ტიტულის მქონე ქართველი სპორტსმენი ჯერაც გაურკვეველია. მომიხსნა სტიპენდია და მივმართე სამინისტროს. რა თქმა უნდა, სამინისტროში ვილაპარაკეთ მე, ბატონმა ლევან ყიფიანმა და მისმა მოადგილეებმა, ბატონმა თამას თევზაძემ, რომლებიც 2 საათი მიხსნიდნენ იმას, რომ ეს მათ არ ეხებათ და ეს არის კომიტეტის გადასაწყვეტი. ანუ სპორტის მინისტრი მიხსნიდა იმას, რომ ეს მას არ ეხება. რა მიზეზით მოუხსნეს დაფინანსება პარაოლიმპიელ სპორტსმენს? კითხვაზე პასუხი არც სპორტის სამინისტროში აქვს და არც მკლავჭიდის ფედერაციაში. მე მიმართავდი სპორტსმენს, რომელსაც აინტერესებს თავის ბედი, მიმართოს ეროვნულ ფედერაციას, იმიტომ რომ ის წლების განმავლობაში მონაწილეობას ეღლობდა ამ ფედერაციის, ამ ეროვნული ნაკრების სახელით საერთაშორისო შეჯიბრებებში და ეს მათი გადასაწყვეტია. რატომღაც ნუსხაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნუსხაში ზის ბესიკ ლეკიაშვილის. ჩვენ არაერთხელ უთხოვარით სპორტის სამინისტროს, რომ ჩვენ არავითარი შეხება არ აქვს ინვალიდ უნარშეზღუდულ სპორტსმენებთან. არავითარი არც ქონია. მე არასდროს არ მივარჯიშებია ადამიანი, რომელიც არის უნარშეზღუდული. სპორტის სამინისტროსა და მკლავჭიდის ფედერაციაში პასუხისმგებლობას იცილებენ. ბესიკ ლეკიაშვილი კი იმედოვნებს, რომ შიმშილობისა და პროტესტის შედეგად რომელიმე უწყება უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემების მოგვარებას.